მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დღეს მოვიდი თქვენთან ახალი საჯარო გაშლით პირად ურთიერთობებზე, პირად ურთიერთობების საკითხებზე ვისაუბრეს დღეს. გავიგეთ, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენზე, რას მოიმოქმედებს, ზოგადად როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ახლო პერიოდზე, დაახლოებით 2 კვირიდან 1 თვის ვადაზე რა განვითარებები შემოვა თქვენთან. და იმედი მაქვს, რომ ისიამოვნებთ აი ამ ვიდეოთი. მათ, ვისაც ახლა მიყურებთ და არ გაქვთ ჩემი კვარტი გამოწერილი, ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ და მეგობრდებით, ასევე თუ გამოიწერთ ჩემი Facebook-ის და Instagram-ის გვერდებს, ესეც ძალიან გამახარებს. ვინც ახლა მიყურებთ და არ იცით Instagram-ზე ყოველდღიურად ვამთავსებ აირჩიე დღის არკანი. რა გამოწვევით ეს სიახლეები გაქვთ კონკრეტულ დღეზე, ამას ნახავთ იქ, ანუ ყოველ დღე ვანთავსებ ახალ ვიდეოებს, ხოლო Facebook-ზე პატარ-პატარა გაშლები გვაქვს როგორც პირადზე, ასევე კვირის მიმოხილვა, ფინანსები. იმედი მაქვს, რომ მოკლედ მოგეწონებათ ჩემი გვერდი, თუ მესტუმრებით. მათ მოგიწოდებთ მხოლოდ გამოიწეროთ გვერდი, ვინც უბრალოდ დაინტერესებული ხართ ტაროთით, ტაროლოგიით, საჯარო გაშლებით. მოკლედ, სულ ეს იყო. ეხლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ გაშლაზე. ვინც უკვე იცით, შარჩეთ თქვენთვის ასვალი ერთი კონკრეტული ვარიანტი, აი ამ 5 ვარიანტიდან. ხელები და ფეხები არ გადააჯვარდინოთ ერთმანეთს, მე კიდევ დავიწყებ ახლა პირველი ვარიანტის წაკითხვას. მათ ვინც არჩეთ პირველი ვარიანტი, ამ ადამიანის ფიქრები, გრძნობები, მოქმედებები და ზოგადი რჩევა თქვენთვის. იმედი მაქვს, რომ ამ კითხვების კომბინაცია საინტერესო იქნება თქვენთვის. მოკლედ, პროექტში მათ ვინც არჩით პირველი ვარიანტი, ამ ადამიანის ფიქრები არის ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი. ფიქრობს და ანუ ამ ფიქრების პარალელურად ძალიან დიდი დარდი და ნერვულობა აქვს. თითქოს აი ურთიერთობა მისი გადმოსახედიდან გარკვეულწილად ჩიხში არის შესული და აი არ იცის რა უნდა გააკეთოს. ფიქრობს, ეხლა რა გზას დავადგე, ეხლა რა გავაკეთო, აი ეხლა სად არის გამოსავალი. უბრალოდ ერთადერთი ის არის, რომ ეხლა პიროვნულად ფიქრები არ გვაქვს აქ თქვენზე, ზოგადი ფიქრები არის თქვენს ურთიერთობას და ურთიერთობაში ფიქრობს, რომ არ არის სიმშვიდე, სიწყნარი და დალგებული სიტუაცია, ანუ ქაოტურად გრძნობს თავს. რა მდგომარეობაც მოკლედ არ უნდა გქონდეთ აქ, ხო? და აი არეული ემოციური ამბები მოდის მოკლედ ამ ადამიანის მხრიდან და არეული ფიქრები არის. ანუ თითქოს არ იცის რა ხდება, როგორ ხდება, როგორ მივიდა ეს ურთიერთობა აი ამ ამბამდე, როგორ და სადაც ხართ ახლა მისულები. გრძნობებში ვხედავ, რომ მას ნამდვილად აქვს გრძნობები და ემოციები თქვენთან მიმართებით. სიყვარული აქვს ამ ადამიანს, გრძნობები აქვს. ეს არკანი ძალიან კარგად მიგვანიშნებს თან გრძნობის საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრები ძალიან არეული არის, გრძნობებში ვერ ვიტყოდი, რომ არეული არის, ან რაღაცა მერყეობა არის. ეს ნამდვილად არ მოდის. ნამდვილად ძლიერი გრძნობები აქვს, სიყვარული აქვს ამ ადამიანს თქვენთან. რაც შეეხება მოქმედებას, მოქმედებაში მთვარი არ არის რაიმე, არკანი მთვარი არ არის რაიმე მოქმედებების ნიშანი, პირიქით რაღაცა გაურკვევლობაზე, ეჭვებზე, ფიქრებზე, არეულობაზე და გაუგებრობაზე მიგვანიშნებს და თვითონ ეხლა ეს პიროვნება ფიქრობს, რომ მე რო ეხლა გადავდგა რაიმე ნაბიჯი და რაიმე მოვიმოქმედო, კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია, კიდევ უფრო აირევა სიტუაცია და სწორედ აი ამ თავისი ნეგატიური ფიქრების გამო არ პირებს არაფრის მოქმედებას, ესე რომ ვთქვა. ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდზე რაიმე რადიკალური მოქმედება, რაიმე ცვლილება იქნება, თქვა ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ უბრალოდ დარც არის ეს ადამიანი მიყვანილი აი ამ თავის მელანქოლიებში არის და თითქოს სიამოვნებს კიდევაც ეს ყველაფერი გარკვეულწილად, რაც არ უნდა რაღაცა გაგიკვირდეთ, აი ესეთ ნეგატიურ და დრამა განწყობებზე, როგორზეც არის მოკლედ ეს ემოციები თითქოს კომფორტს უქმნის უკვე, რომ აი რა ვქნა, ესეთი რთული სიტუაცია მოხდა, მე რა ვქნა და აბა ეხლა რა მოვიმოქმედო, ესეთ პოზიციაში არის და რაიმეს მოქმედებას არ აპირებს. რაც შეეხება ზოგადად რჩევა თქვენთვის, ნუ დაიღლეთ ზედმეტად ბევრი ფიქრისგან თავს, მიყვით იმ დინებას, რაც არის ასადეთ პარტნიორს გააკეთოს, რის გაკეთებაც უნდა, რა მოქმედებითაც რას გამოხატავს და არ არის აუცილებელი, რომ აქ რაიმე ნაბიჯები გადადგათ პირადად თქვენ. ნუ ნერვიულობთ, ანუ ეს ნერვიულობა პროექტში ცუდად მოქმედებს, ნუ რა თქმა უნდა თქვენს ჩამთავრებაზე და მე რა უკვე იმ სიტუაციებზე, რომ აი ამ ნერვიულობაში, რასაც თქვენ ხა განიცდით, გამოსავლის პოვნა გაგიჭირდებათ, ასე რომ მეტი სიმშვიდით და გამგებლობით მოეკიდეთ სიტუაციას. აი ეს მოდის აქ და ასადეთ პარტნიორს, რომ თვითონ გადმოგას ნაბიჯები, ასადეთ ამ ადამიანს, რომ თვითონ განახორციელოს კონკრეტული მოქმედებები თქვენთან. ეს წამოვიდა პირველ ვარიანტში.
და პირველი ვარიანტის ამორჩევება გამიზიარეთ ეს სიტუაცია რამდენად რეზონირდა თქვენთვის, მოკლედ გელდობით კომენტარებში. გადავედი ახლა მე მეორე ვარიანტის საკითხვაზე. ხო, აქ აშკარად ცოტათი რთულად გვაქვს საქმე, როგორც ჩანს. ამ ადამიანის ფიქრები არის ის, რომ მარტო და თავისთვის უნდა დარჩენა და განცალკევება. თითქოს ეს ადამიანი იარკანზე ჩანს, დაღლილია ყველაფრით, გულნატკენია, გულგატეხილია და არაფრის გაკეთება არ უნდა, არაფრის მოქმედება არ უნდა, თავისთვის მარტო დარჩენა სურს. ამ ადამიანის ფიქრები არის ის, რომ ოღონდაც განცალკევდეს, გამოერიდოს ამ სიტუაციას. რა გააკეთოს და რა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ ცალკე და მარტო დარჩეს. აი, მხოლოდ ამაზე არის ორიენტირებული, ესე რომ ვთქვათ. ხო და ამ სიტუაციაში ვერ ვხედავ რაიმე ესე ვთქვათ დიდად დადებითი ფიქრები და ემოციები რა კავშირებდეს. დაღლილია ამ ურთიერთობით, დაღლილია ამ სიტუაციებით და განცალკევებით თავისთვის მარტო ყოფნა სურს. გრძნობები, ხო, ეს არ კანი ხა გრძნობებზე არ მიმითითებს, ვერ ვხედავ გრძნობებს საქმე ამ ადამიანის მხრიდან არ მოდის ემოციური კავშირი ნამდვილად. უფრო ცოტა რაღაცა ეგოისტი არის ეს ადამიანი და თავის თავზე უფრო მეც ფიქრობს და თავის ემოციებს უფრო წინაყენებს ვიდრე ამ შემთხვევაში თქვენ. და ხო, ვერ ვხედავ ეხლა ამ ეტაპზე გრძნობები და ემოციები მას ცოტა უფრო შეიძლება გაციებული ქონდეს, შეიძლება უკვე ამ პირველი არკანიდან ფიქრობიდანაც გამომდინარე ვივარაუდო ის რომ დაღლილი არის აი ამ ურთიერთობით და არ აქვს დიდად არც ემოციების და არც სიყვარულის გამოხატვის განწყობა მას და თავისთვის არის მოკლედ ეს ადამიანი. რაც შეეხება მოქმედებას არ აპირებს. ხო, რაღაცა ესეთი მძიმე არკანებია უყვა მეორე ვარიანტს. მოქმედებას ეს ადამიანი არ აპირებს, უფრო გელოდებათ რა თქვენ რას იზავთ და თქვენ რას მოიმოქმედებთ, მაგრამ ამ არკანის ქვეშ ვერც მას ვერ ვიტყვი რომ თქვენ მოქმედებას რაიმე დიდი ცვლილება მოყვება და აი თქვენ რაიმეს მოიმოქმედებთ და თვითონ რაიმე შეცვლის თქო, აი არ მოდის რა ყველაფერი. თითქოს რაღაცა აქ უფრო ჩახურულ სიტუაციას ვხედავ ურთიერთობაში, ან თუ რაიმე პრობლემები არის უკვე ან დასასრულისკენ მიდის ეს ურთიერთობა, ან რაიმე ცოტა ნეგატიური ამბებისკენ. რაც შეეხება ზოგადი რჩევა თქვენთვის ეს არის რომ არიაქტიუროთ ამ ურთიერთობაში, გაერიდოთ ამ ურთიერთობას და სხვა ისეთი საკითხებით დატკბეთ და ისეთ საკითხებზე გადაერთოთ, რაც პირადად გაიჭებთ სიამოვნებას, იმიტომ რომ აი ამ ადამიანთან ურთიერთობა უმეტესობა თქვენთაგანს ბევრ დადებით ენერგიასაც კი გაცვლით, ეს რომ იცოდეთ და ეს რომ გაითვალისწინოთ, ხო ასე რომ ტაურის კარტის რჩევა ამ შემთხვევაში ეს არის რომ რაიმე სხვაზე ორიენტირდეთ, რაიმე სხვაზე გადაერთოთ და მაინც დიდი რესურსის ჩადება ამ ურთიერთობაში არ დაიწყოთ. ხო, ცოტათი მძიმე ვარიანტი იყო, მაგრამ აბა გამიზიარეთ თქვენ შემთხვევაში რეზონირდა, არ რეზონირდა მეორე ვარიანტი სამორჩეულობა. მოდი ახლა გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი სამორჩეულობა. მოკლედ, ამ ადამიანის ფიქრები ახლა რეალურად არის, რომ რითი გაგახაროთ, რითი გასიამოვნოთ, რა გააკეთოს ისეთი, რომ დიდი ბედნიერება მოიტანოს თქვენში. თითქოს აი თქვენ რომ ბედნიერი ხართ ხომ, ეს ადამიანიც ბედნიერდება ამით, ეს ადამიანიც ანუ ამით არის, ესე რომ ვთქვათ, კმაყოფილი. თქვენი განწყობები და ემოციები პირდაპირ პროპორციულია მის, ესე რომ ვთქვათ. ასე რომ ფიქრობს, რომ რა გააკეთოს ისეთი, რაც დიდ ბედნიერებას სიხარულს მოგიტანთ ურთიერთობაში. რაც შეეხება უშუალოდ გრძნობებს, ვიტყოდი რომ კი, მას გრძნობები აქვს, მაგრამ ცოტათი ახლა აქ როგორ გვაქვს საქმე. ჯერ თვითონ უნდა იგრძნოს თავი კარგად და კომფორტულად ურთიერთობაში, თავის თავს უნდა ასიამოვნოს, ესე რომ ვთქვათ, რა ზუსტად ყველაფერი ისე იყოს, როგორც უნდა და მე ისე გადმოვიდეს უკვე თქვენთან ემოციურ კავშირებზე. აი, ესეთი რამ მოდის რა. თუ იმ კომფორტს, რა კომფორტსაც აძლევთ ეხლა თქვენ მას ურთიერთობაში ამას არ შევქმნით, მაშინ ცოტა უფრო ცივი იქნება, მაგრამ ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად და ესე ვთქვათ, სასიამოვნოს ზრუნავთ თქვენ ამ მასზე, დადებით ემოციებს ანიჭებთ, დადებით განწყობებს ანიჭებთ რეალურად მას და ამ შემთხვევაში მისი გრძნობებიც არის დადებითი და ძლიერი თქვენთან მიმართებით. თუმცა, თუ ხვალდაზე შეიცვლით აი ამ განწყობას და პატარა დისკომფორტი მაინც შეექმნება მას ურთიერთობაში, მაშინ ცოტათი შორს დაიჭერთ თავს. აი, ესეთი სიტუაცია არის. იმედი მოქვს, რომ ეხლა ვინც მესამე ვარიანტს ვინც მისმენთ, ზუსტად გაიგეთ, რაც ვიგულისხმენ და რაც აგიხსენით აქ, ხო? მე იმას ვერ ვიტყვი, რომ გრძნობები არ აქვს, გრძნობები ნამდვილად აქვს, ემოციები ნამდვილად არის, იკვეთება ეს ყოველივე, თუმცა აი იმ პირობით, რა პირობაც ეხლა მე აქ დავასახელე. რაც შეეხება მოქმედებას, მოქმედებაში არის რომ ძალიან უნდა გაგახაროთ,
მისგან ელოდოთ მატერიალურ საჩუქარს, აი ეს მოდის პირველ რიგში აქ რაიმე საჩუქარი უნდა მიიღოთ. გაგაბედნიერებთ მოკლედ ეს ადამიანი რა სიტუაცია და მდგომარეობაც არ უნდა იყოს ურთიერთობაში დიდი სიხარული შემოაქვს. ანუ უმოქმედობად, ან უბრალოდ ისე არ დაჯდეს და არაფერი გააკეთოს, მასე არ იქნება. ანუ აქტიური ნაბიჯები იქნება. ერთი კონკრეტული ნაბიჯიც არ არის, ბევრი ნაბიჯები ჩანს მოკლედ აქ მისი მხრიდან და შვანიერი განვითარება გელოდებათ მოკლედ მასთან სიტუაციის. რაც შეეხება რჩევას, ის სიამოვნეთ ამ ურთიერთობით, აი ბოლომდე ის სიამოვნეთ, არ შეიზღუდოთ რაიმეთი თავი. აშკარად კარგად და კომფორტულად გრძნობთ ამ ურთიერთობაში თავს და მიიღეთ და ბოლომდე ის სიამოვნეთ. გააკეთეთ ის, რაც გსურთ და ანუ არანაირ ჩარჩოებს და სხვის შეხედულებებს არ მოერგოთ. ანუ ეს არის თქვენი ურთიერთობა, თქვენი სიტუაცია და მიეცით თავს სიამოვნების უფლება. ეს წამოვიდა აქ მესამე ვარიანტის ამორჩელებთან და აბა გამიზიარეთ მესამე ვარიანტის ამორჩეულობა, რამდენად რეზონირდა ეს საკითხი თქვენთვის და ეს არკანები. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენ მეოთხე ვარიანტის საკითხვაზე. მეოთხე ვარიანტის ამორჩეულება. ამ ადამიანის ფიქრები არის ის, რომ მოქმედებაზე გადმოვიდეს პირდაპირ, ან რაღაცის გაკეთება უნდა, შეცვლა უნდა, შეიძლება ის იყოს ურთიერთობის შეცვლა, მდგომარეობის გამოსწორება, ოღონდ ეს ყველაფერი უკავშირდება, რომ აი უკეთესობისაკენ წავიდეს, ესე რომ ვთქვათ, ეს თქვენი სიტუაცია. რა გააკეთოს იმისთვის, რომ ახალი ძროები იყოს ურთიერთობაში. ეს ადამიანი მომავალსაც გეგმავს ძალიან ჭკვიანურად, ესე რომ ვთქვათ. ასე რომ ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე ნეგატიური ფიქრები აქვს პირიქით, თუ ეხლა არის მით უმეტეს გაჩერებულ პოზიციაში, ფიქრობს, რომ რა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, დაალაგდეს. უფრო დიდი წინსვლები იყოს ურთიერთობაში, უფრო მეტი პასუხისმგებლობებით მოეკიდოთ ურთიერთობას. ნუ რაც არ უნდა იყოს მშვენიერი განწყობები, მოდის აქ ძალიან კარგად ჩანს მისი ფიქრებიც, რომ რაღაცა მიმართულება შეიცვალოს ურთიერთობა, ანუ უფრო წინ წავიდეს ურთიერთობა. გრძნობებში ვიტყვი, რომ ძლიერი გრძნობები აქვს ამ ადამიანს და მათ ვინც აიჩნიათ მეოთხე ვარიანტი, მაღალი ალბათობა, რომ ან ეს ადამიანი დაოჯახების ამბებს ფიქრობდეს, ან უკვე გასერიოზულობისკენ მიდიოდეს და გაოფიციალურობისკენ მიდიოდეს ეს ურთიერთობა თქვენ შემთხვევაში, ხოლო მათ ვინცაც უბრალოდ ახალი დაწყებული გქონდეთ ეს ურთიერთობა, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი სერიოზულად არის თქვენს მიმართ განწყობილი და სერიოზული ურთიერთობა სურს, ანუ არასერიოზული და არასტაბილური ურთიერთობა მისთვის არ არის რა, ესე რომ ვთქვათ. ასე რომ მისი გრძნობები არის ძალიან დადებითი, თბილი და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ეს ემოციური კავშირი თქვენთან მიმართებით. ანუ ყოველი ახალი დღე და ახალი კვირა იქნება კიდევ უფრო მეტად იმისი იმის საწინდარი, ესე რომ ვთქვათ, რომ უფრო გაღრმავდეს გრძნობა, უფრო მეტად შეუყვარდეთ, უფრო მეტად კარგად იგრძნოს თავი თქვენთან და თქვენც კარგად გაგრძნობინოთ თავი მასთან. რაც შეეხება ამ შემთხვევაში მოქმედებას, ნუ ამ ადამიანის მოქმედება იქნება, რომ ჩანს კარგი მატერიალური საჩუქარი მისი მხრიდან პირველ რიგში, რაც წამოვიდა. ამასთანავე, აი ეს ფიქრები, რაზეც ფიქრობს ურთიერთობის ანუ სხვა ახალ ფორმებზე გადაყვანაზე, რომ ეს მიმართულებები რომ შეიცვალოს ურთიერთობას და უფრო დაალაგდეთ და უფრო უკეთესობა რომ იყოს, აი ესეთი მომენტი არის. და რაც შეეხება უბრალოდ ყველა თქვენთაგანისთვის არ, მაგრამ უმეტესობა ვინც ახლა მიყურებთ და უკვე სერიოზული ურთიერთობა გაქვთ, არ გამორიცხოთ, რომ ეს დაოჯახების ამბებიც იყოს, ანუ რაღაცა დაოჯახების საკითხზე დაიწყოთ საუბარი, ან იყოს შემოთავაზება დაოჯახებასთან დაკავშირებით. ეს ოღონდ ყველას არ ეხება, იმ ზოგიერთ თქვენთაგანს, ხო? ვისთვისიც უკვე ეს საკითხი არის მომწიფებული. კარგით, რაც შეეხება უბრალოდ რჩევას თქვენთვის რაღაცა ქაოტურად გრძნობთ თავს, თითქოს ყველაფერი არის დაალაგებული და თქვენ ქაოტურად გრძნობთ თავს, არეული ემოციები მოდის თქვენთან თქვენ შემთხვევაში. და ეს კარგი გეუბნებათ, რომ მოიხსნათ ეს გაუგებრობები, აი ადამიანი ახეთ რაღაცა თითქოს არაფერი ცუდი არ ხდება, მაგრამ გაუგებრობაში იგდებს თავს, ხო, აი თითქოს ვერ ხედავს გამოსავალს, ვერ ხედავს რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა გამთარდეს სიტუაციები და მდგომარეობა. ხო, აქ რჩევა რა მოდის, რომ ეს ნეგატიური განწყობები და ფიქრები, რაც არის გვერდზე გადადათ და უბრალოდ ისიამოვნოთ აი ამ ურთიერთობით, აი ამ პროცესებით, რაც მიდის ურთიერთობაში, თუ რაიმე არ მოგწონთ გაუზიარეთ პარტნიორს, თუ რაიმე შეცვლა გინდათ გაუზიარეთ ამ ადამიანს, ანუ არ არის აქ აუცილებელი, რომ ესეთ ცუდ ემოციებში იყოთ და თან თქვენთვის ხართ, ცალკე ხართ თითქოს გამოყოფილად. ისიამოვნეთ ურთიერთობით და პატარა რთულ სიტუაციას უფრო მეტად რთულად უნდა ინახავთ, წამოჭერით ეს საკითხი, განიხილეთ ეს საკითხი პარტნიორთან და მოაყვარეთ. ეს იყო მეოთხე ვარიანტი და გამიზიარეთ მეოთხე ვარიანტის ამორჩეულება, რომელსაც მოგეწონათ გაშლა, რეზონირდა, არეზონირდა.
და მე ახლა გადავალ ბოლო მეხუთე ვარიანტზე. ნუ ამ ადამიანის ფიქრები არის ის, რომ წარსულში ჩადენილი სიტუაციები როგორ გამოსწოროს თქვენთან მიმართებით. აი რა გააკეთოს იმისთვის და რა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თქვენ დაგავიწყოთ. თითქოს გრძნობს და ხვდება, რომ წარსულში დაუშვა შეცდომები არ იყოს სწორი, ესე რომ ვთქვათ, და ეხლა ამის გამოსწორების გზებზე ეფიქრება, რა შემიძლია გავაკეთო მე იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორო, მდგომარეობა დავალაგო, ის რომ ყველაფერი კარგად იყოს, ნუ აი ესეთი რა მოდის აქ, ესეთი სიტუაცია გვეკუთება მოკლედ აქ. ხო, ამ შემთხვევაში მე ვერ ხედავ ნეგატიური ფიქრები იყოს, რაც შეეხება გრძნობებს, კი არ აქვს ამ ადამიანს გრძნობები, დადებითი განწყობები აქ ნამდვილად მოდის, ვერ ვიტყოდი რომ არ არის გრძნობები, კი ნამდვილად არის აქ სიყვარული, სერიოზული განზრახვები, სერიოზული ემოციური კავშირი თქვენთან მიმართებით. ეს ნამდვილად იკვეთება. რაც შეეხება მოქმედებას, ნუ მოქმედებაზე აშკარად ცალსახად გეტყვით, რომ აქტიურ მოქმედებაზე გადმოვა ეს ადამიანი და აი აქ პირველ არკანში რაც აღნიშნე, რომ პატარა სინანულები აქვს თქვა, ამაზე დაიწყებს საუბარს. თითქოს შეიძლება აღიაროს კიდევაც, რომ რაიმე შეცდომა დაუშვა ურთიერთობაში, არ მოიქცა სწორად და მოდი ახლა რა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. ანუ თითქოს აი რაღაცებს აღიარებს ესე რომ თქვა ეს პიროვნება თქვენთან მიმართებით, თუ რაიმე გაწყვეტილი არის კომუნიკაცია, ელოდეთ რომ აი სულ ახლო დღეებში უნდა გამოიჩეს და გამოვიდეს კომუნიკაციაზე. და ნუ მოკლედ ეს იკვეთება აქ, ეს მოდის რეალურად აქ. რაც შეეხება უშუალოდ მის ხო მოქმედებას, ამ ცუდი არაფერი მოყვება, პირიქით, ამ კარგი სასიამოვნო მოქმედება იქნება, ეს იქნება მოქმედება, რომელიც ძალიან გაგახარებთ პირადად თქვენ. რჩევა ის არის, რომ როდესაც გამოჩნდება ეს ადამიანი, იმდანთ იქნება მოტივირებული, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს თქვენთან მიმართებით, რომ მიიღოთ ეს ყველაფერი, კარგად გაიაზროთ ის, რასაც გეტყვით, უფრო მეტად მსმენელის პოზიცია გქონდეთ და მეტად გამგებიანი იყავით, აი ესეთი რამე წამოვიდა რეალურად თქვენთვის აქ. თუ მით უმეტეს აპირებთ, რომ გაგრძელოთ მასთან ურთიერთობა, ამ ყველაფერზე აი კარგად ჯანსაღად ისაუბრეთ და მეტად მიმღებელი იყავით მასთან. ეს იმიტომ რომ მისთვის ამ თავისი შეცდომების აღიარება არ იქნება მარტივი საკითხი, არ არის მარტივი პროცედურა, ესე ვთქვათ, მისთვის თავისი პიროვნებიდან გამომდინარე და ეს რა მოქმედებასაც განახორციელებს, უნდა მიიღოთ. ამიტომ მიიღოთ და გააგრძელოთ მასთან ურთიერთობა, ან საერთოდ უნდა შეწყვიტოთ ყველაფერი. რა ისეთი რამე წამოდის რეალურად აქ. ეს იყო ბოლო მეხუთე ვარიანტი და იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ჩემი გაშლა და დამიწერეთ კომენტარები, რა მოგეწონათ ამ გაშლაში, რა კითხვებზე ისურვებდით გაშლას და მოკლედ მათ, ვინც არ ხართ ჩემთან Facebook-სა და Instagram-ზე გამიხარდება თუ შემომიედდებით. მე კიდევ წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ თქვენს პირად ურთიერთობაში.